სქილვილის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით 5 ახალი პროფესიული სტანდარტი შემუშავდა. ეს ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების მიმართულებას 5 თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური პროფესია დაემატა, რომელთა დანერგვა და სწავლება უკვე ქვეყნის ნებისმიერ კოლეჯს შეუძლია. ამ პროექტის მთავარი ღირებულებაა მისი პრაქტიკული ვალიდაცია. სტანდარტების შექმნის პროცესში სქილულთან ერთად ჩართულები იყვნენ ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი გლობალური და ადგილობრივი კომპანიები. ინდუსტრიის ლიდერების ჩართულობამ უზრუნველყო, რომ სასწავლო პროგრამები სრულად შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს. უფრო ვრცლად ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. სტუდიაში შემოგვიერთდნენ სქილვილის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი და ჩვენი კოლეგა და მეგობარი ლიკა მენაღარიშვილი და ასევე ლიკა რამდენ ამბავშია ხო ხედავ? ბევში და ასევე ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგზადით. ძალიან საინტერესო პროექტი არის. ახლა მოისმინა უკვე ჩვენმა მაყურებელმა, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს კითხვები და უფრო კარგად რომ გავაცნოთ მათაც და ჩვენც ხო დეტალურად. ჯერ პირველ რიგში, ესე იგი, რა არის ეს ახალი მიმართულებები, რაზეც არის საუბარი და როგორც უკვე მივხვდით, ეს პროგრამები ხდება საყოველთაო რესურსი და არა მხოლოდ რაღაც კონკრეტული ერთი სასწავლებლისთვის. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს და მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი განხორციელდა ჩვენი ქვეყნისთვის და ტექნოლოგიური სფეროსთვის, რა თქმა უნდა. სქილვილის მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ისეთი საგანმანათლებლო ჩარჩო, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებდა თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ ცოდნას და მიმართულებას. შესაბამისად, ამ ინიციატივის მიზანი იყო, რომ მომხდარიყო პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია ისე, სადაც განათლება და ინდუსტრიის მოთხოვნები ერთმანეთთან არის სრულ თანხვედრაში. ამაზე დაყრდნობით ჩვენ განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ტექნოლოგიურ კომპანიებთან ასევე ძალიან დიდი ჩართულობა იყო მათი მხრიდან ამ პროცესში. შევიმუშავეთ 5 ახალი პროფესიული მიმართულება, რომელიც კრიტიკულად მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია დღეს შრომის ბაზარზე. იმიტომ რომ აბსოლუტურად შეიცვალა, ხო, ადრე რაც იყო მოთხოვნადი, ახლა ამ თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად შეცვალა, რომ პროფესიები შეიცვალა, მოთხოვნა შეიცვალა. კი ბატონო, იმიტომ რომ თავად სფერო, ეს ტექნოლოგიური სფერო თავის ბუნებით იმდენად დინამიკურია, რომ წლიდან წლამდე სულ იცვლება ყველაფერი და მუდმივ განახლებას მოითხოვს. ახლა რა პროფესიული სტანდარტებია, რაზეც სქილვილმა განათლების სამინისტრომ და წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა იმუშავეს ერთად. ეს არის ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია, IT პროექტების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. აქედან 4 მათგანი პირდაპირ კავშირშია თორნიკეც დამეთანხმება ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციასთან. რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას, დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან პროფესიად, რადგან რაც არ უნდა ნებისმიერ ფრონტ-ენდ დეველოპერი იქნება თუ ბექის დეველოპერი იქნება, სწორად კოდი დაწეროს და ასე შემდეგ, მაინც საჭიროა ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს შეამოწმებს და IT გუნდში დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ეს ყველა პროგრამა ხდება საყოველთაო რესურსი, რადგან ამ პროგრამების დანერგვა და სწავლება შეეძლებათ საქართველოს მასშტაბით ყველა პროფესიულ კოლეჯს და ასევე იმ უმაღლეს დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ სწავლებას. აი ხან ნახეთ, ჩემთვის ბევრი რამე იყო ჩინური. ნამდვილად არ მოველოდი, რომ ლიკამ ამდენი რამე, თქვათ ამ ტექნიკური თუ ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით იცოდა და ეკომ თავის რეპლიკაში ფაქტიურად გასცა კიდევაც პასუხი, მაგრამ მოდით მე უფრო ჩაუღრმავდები ამ კითხვას. რატო გაჩნდა საჭიროება დღეს? იმიტომ რომ აი ეს ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ასე გაძლიერდა და უკვე ეს მოითხოვს ამ საჭიროებას? მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, ლიკამ სწორად ისაუბრა, რომ ეს მოთხოვნა წარმოიშვა ინდუსტრიიდან, ხო? ანუ ერთი საკითხია, როდესაც ჩვენ საუბრობთ განათლების სექტორიდან მომავალ სტანდარტებზე, თუმცა მეორე არის რა ჭირდება, თქვათ, ბიზნეს და დამსაქმებელს, რომლებიც შემდგომში ამ ადამიანებს ასაქმებს. რატო წარმოიშვა დღეს? მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიური სექტორი საქართველოში სულ რაღაც 7 წელია, რაც
ყველაზე მზარდი სექტორი არის საქართველოს ეკონომიკაში და დღევანდელი მონაცემებით ჩვენ სექტორი შეადგენს დაახლოებით 8%-ს მუშ+-ი, რაც შთამბეჭდავი არის, თუ ავიღებთ რაღაც ციფრებს გადავავლევთ თვალს 5 წლის წინ ეს არ იყო. ამავდროულად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, თავიანთ კარიერაში ებმევიან და საქმდებიან ტექნოლოგიური მიმართულებით. დღეს მდგომარეობით თუ არ ვწდები, სადღაც 52,000-მდე ადამიანი არის დასაქმებული ჩვენ სექტორში, ხოლო 12,000 ადამიანი სწავლობს ამ მიმართულებით. თუ ავიღებთ, თქვა 10 წლის წინ ნამდვილ მონაცემებს, ეს იყო რაღაც 1500 ადამიანი ავთავრებდა კომპიუტერულ მეცნიერებს ამ მსგავს თამდე პროფესიებს, დღეს ეს არის 12,000. ეს მზარდი არის, ყველაზე მზარდი სექტორია და ტექნოლოგიებთან ერთად მოთხოვნა სტუდენტებიც და პროფესიონალებიც იზრდებიან. რატომ იზრდებიან? ხო, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არის ტექნოლოგიები და თუ ავიღებთ საშუალო სტატისტიკას, ხელფასის აქაც მოწინავნეა ჩვენი სექტორი. ხოლო რო გადავიდეთ უკვე რატომ დღეს და რატო იყო ამის საჭიროება, რომ ეს სტანდარტი არსებობდეს, იმიტომ რომ ყველა კომპანიაში შიგნით აქვს, ასე ვთქვათ, არიან დამწყები პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, საშუალო და მაღალი დონის სპეციალისტები. ამ ადამიანს იმის გამო რომ ეს სტანდარტი არ არსებობდა, ხო, მათი შემოწმება უკვე კომპანიის მხარეს იყო. დღეს ჩვენ ამ სტანდარტით გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვიცოდეთ, რომ საქართველოში თუ ისწავლება კონკრეტული მიმართულება, ეს არის გარკვეული სტანდარტით, ასე ვთქვათ, ნასწავლი ადამიანი, რომელიც მოდის ჩვენთან და უკვე ის, რა თქმა უნდა, გაივლის დამატებით, ასე ვთქვათ, ინტერვიუებს ტექნიკურს კომპანიის მხრიდან, თუმცა რაღაცა ბაზისი უკვე არსებობს და უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანმა, იმიტომ რომ აი აქ წარმოადგინა, რომ აი აქ სწავლა და ასე შემდეგ, რომ მას ეს მიმართულება აქვს ნასწავლი გარკვეული სტანდარტების მიხედვით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომპანიები, ხო, დიდი კომპანიების ჩართულება და როლი ამ პროცესში. მაგალითად, Lineate, ესეთი კომპანია, ამაზეც რომ გვესაუბროთ. რა თქმა უნდა, ჩვენც მე პირადად ვიყავ ჩართული ამ სტანდარტების შემუშავებაში. ჩვენ როგორც კომპანია Lineate-ით, ასევე ასოციაციად თანამშრომლობთ ჭიდროთ Skillwheel-თან და ეს თანამშრომლობა უკვე რამოდენიმე წელს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობთ როგორც დასაქმების კუთხით და ახლა ამ ეტაპზე თვითონ თქვა სტანდარტის შემუშავებაში მეც ვიყავ ჩართული, ჩვენ თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები და აქ რა ხდებოდა, ხო, ანუ ჩვენ არ ვართ განათლების ექსპერტები და მიმწოდებელები. უბრალოდ მოხდა ჩვენი მხრიდან ვალიდაცია და ვერიფიკაცია, რომ ის სტანდარტი, ის მიმართულებები, რომლებიც შემუშავდა Skillwheel-ის ექსპერტების მიერ, არის ნამდვილად შესაბამისობაში ინდუსტრიის მოთხოვნებთან. იცით რა, ორივესთან მექნება ფაქტიურად ეს კითხვა. მე და ეკომ ერთმანეთს გაუცებული შევხედეთ, ოდესაც თქვენ თქვით, რომ ამ ტექნოლოგიებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს. თითქოს ამ ხელოვნურ ინტელექტს და აი ამ ციფრულ განვითარებას ადამიანი უნდა გამოედევნა ამ პროცესიდან და პირიქით მოხდა ძალიან ანაზღაურებადი, უფრო მაღალ ანაზღაურები, აი რითი არის ეს განპირობებული და თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო კარგად რომ ალხსნათ, თქვათ, როგორი იყო და როგორია საერთოდ კომპანიებისა და ადამიანების მონაწილეობა ამ პროცესებში. ხელოვნური ინტელექტის გარეშე თორნიკეც დამეთანხმება, რასაც ეს ჩვენს მიერ შედგენილი და მომზადებული პროგრამა მოიცავს, რომელზეც ადამიანი როდესაც ისწავლის, შემდგომ უკვე მისი პროფესია იქნება და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც ახლა მე ავხსნი. თანამედროვე ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ბიზნესი დღეს ხელოვნური ინტელექტის გარეშე რომ იყოს წარმატებული, განვითარებადი, ცოტათი წარმოუდგენელია. და რას გულისხმობს ეს პროფესია, რას აკეთებს ამ პროფესიის ადამიანი? ამ პროფესიის ადამიანი ბიზნესს უკეთებს გარკვეული პროცესების ავტომატიზაციას. აი მაგალითად, თუ ერთ-ერთ მარკეტინგის გუნდს, ან ადმინისტრაციულ გუნდს, ან ადამიანური რესურსების მიმართულებით ხომ, რაღაც გარკვეული საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი პირადად, როდესაც შენ ერგავ პროცესებში ხელოვნურ ინტელექტს, რაც შენი საჭიროება არის, ის ავტომატურად რაღაც პროცესებს გიკეთებს
რაშიც შენი თანამშრომელი ზოგავს დროს, ენერგიას და ასევე ფინანსურად ბიზნესისთვის ხდება ძალიან მომგებიანი. კიდევ ერთხელ განმეორდები რაღაც ესეთი კარგი მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ თუ რაღაც მაგალითად რეპორტი არის მოსამზადებელი ან რაღაც პროცესი არის, რისი გაკეთებაც ხელოვნური ინტელექტს ამ შემთხვევაში შეუძლია, ის თავად გეხმარება ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა. აფიშა, რომელზეც იჯდნენ და დიდი ხანი ფიქრობდნენ ჩემი თანამშრომლები, ლიკა კეთდება 2 წუთში. კი ბატონო და ამ ყველაფერს ნებისმიერ ბიზნესს გაუკეთებს ის ადამიანი, რომელიც ამ პროფესიას დაეუფლება სულ რაღაც 12 თვეში, ანუ ხანგრძლივობა ამ პროგრამების არის 12 თვე და 1 წელი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ეს პროგრამა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. კი ბატონო და ბატონო თორნიკა, აი კითხვა მქონდა თქვენთვის. ანუ ადამიანის მონაწილეობა მაინც აუცილებელია. რა თქმა უნდა. გიორგი ზეშინია, რომ ადამიანები აღარ იქნებიან საჭირო და ყოფილს აი დაგვამშვიდეთ ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მე მესმის თქვენ ეგრეთ წოდებული შიშები გაგაჩნიათ და ამაზე ბევრი მithქმა-მოთქმა არსებობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გარკვეულ პროფესიებს მოკყავს, რაც არ არის სტარი მოსაზრება, არსებობს პროფესიები, რომლებიც გაქრება, თუმცა არსებობს პროფესიები, რომელიც ახალი გაჩნდება. ანუ ის რაც გუშინ არ იყო, მასზე მოთხოვნა დღეს გაჩნდება. მაგალითისათვის ხო, ანუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს უყურებთ ხოლმე ისე, რომ აი რაღაცას მიწერ და ის გიპასუხებს, ხო? ანუ ეს უფრო კომპლექსური შესაძლებლობები არის, რომელიც ადამიანს უჩნდება და მაგალითად თუ გუშინ შენ გარკვეული საქმის გაკეთებისთვის გჭირდებოდა, თქვა, კვირეები და 20 კაციანი, 100 კაციანი გუნდი და მათ გარეშე ვერ გაკეთდებოდა, დღეს შენ შესაძლებლობა გაქვს შენი ან 1 ან 2 ან 3 კაციანი პატარა ჯგუფით გამოუშვა ესეთი პროდუქტი, რომელიც აქამდე შეუძლებელი იყო, გარკვეულ ფინანსურ რესურსაც, ასე ვთქვათ, საჭიროებდა და დღეს შენ შესაძლებლობა გაქვს. თუმცა ლიკამ როგორც ვთქვათ, ცოდნა აუცილებელია ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ცოდნა აი აქ არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ვთქვათ, იგივე სკილინგის სტანდარტიდან ერგა, ეს არის ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და ამის ცოდნა არის მთავარი, თუ როგორ დაუსვამ კითხვას, თუ როგორ დაუსვამ დავალებას, თუ როგორ გააკეთებ ავტომატიზაციას, თუ როგორ დანერგავ და ინტეგრაციას გაუკეთებ ამ ხელოვნურ ინტელექტს შესაბამის პროდუქტებში. ეს არის ყველაზე მთავარი. ხვალ მოთხოვნა გაჩნდება იმ ადამიანებზე, ვისაც ეს უნარჩვევები აქვს და არა ის უნარჩვევები, რომლებიც აქამდე იყო, ხო? აი მე ორ კითხვას გავაერთიანებდი, ახლა თუ შეიძლება არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, ხო? მოთხოვნები უпростоრად. აი ეს ახალი სტანდარტები რამდენად შეესაბამება ამ საერთაშორისო მოთხოვნებს, იმიტომ რომ შეიძლება საზღვარგარეთ მოუწიოს ადამიანს მუშაობა, ვინც თქვენთან ისწავლა და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი, აი როგორ შეირჩა კონკრეტული მიმართულებები, იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები არის უსაზღვრო უკვე და ეხა ყველაფერს ბუნებრივია ვერ მოიცავს. მაგალითად AI, რასაც ვაპარაკობთ, ხელოვნური ინტელექტი. კი ბატონო, რეალურად ამ პროცესში ჩართული კომპანიების უმრავლესობა არის საერთაშორისო გამოცდილების. და თავიდანვე იყო, რომ ეს პროგრამები, როდესაც დაიწერა, გათვლილი ჰქონდა, რომ ყველა საერთაშორისო პრაქტიკა გაგვეთვალისწინებინა, შესაბამისად ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ისწავლიან ამ პროგრამებით, იქნებიან კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. რაც შეეხება როგორ შეირჩა სიღრმისეულ კვლევაზე დაყრდნობით, გარდა ამისა ჩვენ ჭიდროდ თანამშრომლობთ ტექნოლოგიების ასოციაციასთან და ასევე კერძო ბიზნესთან და ზუსტად ვიცით რა არის დღეს შრომის ბაზარზე, რაზე არის შრომის ბაზარზე მოთხოვნა და სწორედ ამაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ეს პროგრამები, რაც შემდგომ უზრუნველყოფს ბიზნესისთვის უკვე მზა კვალიფიციური კადრის მომზადებას და აღზრდას იმისათვის, რომ ისინი მზად იყვნენ დასაქმებისთვის. დაწუნებული ვარ დღევანდელ ჩვენს ეთერს, ესე იგი თქვენ მომავალმა სტუდენტებმაც უყურეს და ვფიქრობ, იქ ბევრი განმაპირობებელი მომენტია იმისა, რომ მათ გადაწყვიტონ თქვენთან სწავლა და შემდეგ უკვე ბევრი კადრი გყავდეს ამ კუთხითაც პროფესიონალი. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და ეკო, ყველაზე მთავარი გავიგეთ. ტელე წამყვანებს ვერ ჩაანაცვლებს ვერავინ და ვერაფერი, ცოცხალი ადამიანები ყოველთვის საჭირო არიან.